მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ტაბულას. ეს თეორემა მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. თავისუფალი სამყარო მართალია გვიან, მაგრამ მაინც შეთანხმდა, რომ კრემლის მრავალმილიარდიანი პროპაგანდის მანქანა რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. პუტინის პროპაგანდის უპირველესი მიზანი იმგვარი ნარატივის შექმნა, რაც მოსკოვის დომინაციას გაამართლებს იმ რეგიონში, რომელსაც რუსეთი უკანაეზოდ განიხილავს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. საგულისხმოა, რომ კრემლმა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კომუნიკაციის სტრატეგიას შეცვალა. ის აღარ ცდილობს რუსეთის პოზიტიურად წარმოჩენას და რესურს ნეგატიურ კამპანიაზე ხარჯავს, რომლის მიზანია დასავლეთის დემონიზება, ლიბერალური ღირებულებებისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ შიშის ან ნიჰილიზმის დამკვიდრება იმის მიხედვით თუ რა ტიპის პუბლიკაზე მუშაობს. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთი ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე დგას, მაშინ როცა დასავლური ღირებულებები მორალს უთხრის ძირს. ლიბერალიზმი სამართლებრივ კოლაფსამდე, ხოლო შემდეგ აპოკალიფსამდე მიგვიყვანს. კვერს უკრავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. კირილის სიტყვების მკაფიო ექო სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებშიც ისმის. პუტინის პროპაგანდა დახვეწილია, ის ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიაზეა გათვლილი. ქსენოფობები და სხვა ექსტრემისტი ჯგუფები კრემლს იმიგრანტების და ჰომოსექსუალობის თემაზე უბამენ მხარს. ისინი ერთმორწმუნე რუსეთსა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვაზე აპელირებენ. იმ ღირებულებების, რომელიც პოსტმოდერნულმა დასავლეთმა დაივიწყა. ულტრამემარცხენეებს ამერიკის ჰეგემონიასთან ბრძოლის საკითხი ხიბლავთ. იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პუტინისთვის საკუთარი სიმართლის გავრცელება, კრემლის მიერ უხვად დაფინანსებული Russia Today მოწმობს, რომელსაც სხვა ტიპის მედია ინიციატივებსაც ახმარს. ასეთია სპუტნიკი, რომელიც რადიო და ინტერნეტ საინფორმაციო პროდუქტს ამზადებს 34 ქვეყანაში და 30 ენაზე. სპუტნიკმა ქსელი გასული 1 წლის განმავლობაში მოიყვანა საბრძოლო მზადყოფნაში. გარდა მედიისა, მოსკოვი საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად საზოგადოებრივ აზრზე გავლენას სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობითაც ცდილობს. მართლმადიდებელი ეკლესია, კრემლის მიერ სხვადასხვა ფორმით დაფინანსებული ინტელექტუალები, რომლებიც თავს დამოუკიდებელ ექსპერტებად ასახებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ასე შემდეგ. საქართველოს კრემლის საინფორმაციო ომის ფრონტის წინა ხაზზეა. მართალია სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ ჯერ არ გადამტყდარა, მაგრამ გარკვეულ წარმატებას აღწევს. რუსული ნარატივის მხარდაჭერა იზრდება. იმ ადამიანების წილი, ვინც თვლის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ უნდა დათმოს, 19%-დან 26%-მდეა გაზრდილი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ კრემლთან საინფორმაციო ომში გავიმარჯვოთ. როგორ შეიძლება დაუპირისპირდეთ პუტინის პროპაგანდას? ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღევანდელ თეორემაში. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს: სალომე სამადაშვილი, საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში, თორნიკე შარაშენიძე, ჯიპას პროფესორი, ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე. დიდი მადლობა თეორემაში მონაწილეობას რომ იღებთ და სანამ შეკითხვაზე გადავიდოდე, ეს თემა დიდი ხანია დაგეგმილი მაქვს, სანამ სეზონს დავიწყებდით, მანამდე პირველი გადაცემა მინდოდა რომ ეს ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გიგი უგულავას ბლიცკრიგმა მაიძულა გადამედო და ეტყობა მიხვდნენ და დაამთხვიეს, დღეს აქცია გაიმართა რაღაცა რუსეთის მხარდასაჭერი თუ რუსეთის მეგობრების, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რა უნდა და რა სიტყობდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქციაზე იყვნენ შეკრებილები. საქართველოს ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს. რუსეთი ჩვენი კეთილი მეზობელი, ერთგული მეგობარი და სულიერი ძმაა. ამ და მსგავსი შინაარსის ლოზუნგებითა და ბანერებით შეიარაღებულმა ერეკლე მეორე საზოგადოებამ სხვა პრორუსულ ორგანიზაციებთან ერთად პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან ერთად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზების არ დაშვებას ითხოვდნენ. ნეიტრალიტეტში ვხედავთ იმ გამოსავალს, რომ როდესაც რუსეთის ეკრება გარანტია, რომ აქ არ იქნება რომელიმე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები, საშუალება გვექნება დავიწყოთ მშვიდობიანი მოლაპარაკება აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეალურად დეოკუპაციას. ევრაზიის კავშირი. ეს არის მოდელი საბჭოთა კავშირის, დიახ, პირდაპირ გეუბნებით. და ხმამაღლად ვაცხადებ ამას. საბჭოთა კავშირის დრო რო იყო ცხოვრება, ასე არავის არ უცხოვრია. ხმამაღლად ვაცხადებთ. დიახ, ეშინოდეთ პრორუსული ძალის. დიახ, იმიტომ არის შეშფოთებული გენერალი თინათი ხიდაშელი,
სტოროსელი. დიახ, არაფრის არ გვეშინია. ჩვენა ვართ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები. რუსეთს და საქართველოს შორის დაიდება ხელში სამუდამო გაფორმების მეგობრობის კეთილი მეზობლობის როგორ შეიძლება რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე რომელსაც ყველაფერი სიმართლე დაუცვია და განსაკუთრებულად ქართველი ერი ორჯერ აღორძინდა ჩრდილოეთიდან მზის ამოსვლით და მესამეჯერ კიდე აღორძინდები. ქვეყნის ნეიტრალიტეტი სამხედრო თვალსაზრისით დაუცილებელია, რადგან ამის საფუძველზე მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია. რუსეთი რა, რუსეთი ჩვენი მეგობრია. რუსეთთან მეგობრობა გვინდა და ურთიერთობა გვინდა. რუსეთის ხალხს თუ ენაცვლა. იმიტომ რომ ყველანაირად ნორმალური ხალხი ისა ქვეყანა არის. აქციამ კონცერტისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. კონცერტი ერეკლე მეორე საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა, დაპირისპირება კი აქციის მონაწილეებს ერთ-ერთ მოქალაქესთან მოვიდათ, რომელმაც შეკრებილების ლოზუნგები და გამოსვლები გააპროტესტა. სამართალდამცავებმა ის დააკავეს და ხულიკნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით განყოფილებაში გადაიყვანეს. არ არის საჭირო აღელვება ბატონები. სამართალდამცავები მიხედავენ ამაზე პროვოკაციებს. არ გინდათ. რატო დაგაკავეს უკაცრავ? დავაი. რატო დაგაკავეს? პრორუსული აქციის მონაწილეები დღეს პრეზიდენტთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ. მათ რეზიდენციაში ოფიციალური დოკუმენტიც მიიტანეს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნით. აი, კარგად მივიწყებული ავტომარგიანით შეხვდით, თქვა კობზონს დამსგავსებია. ნინო, ფაქტია რომ დინამიკა ბოლო კვლევებით, როგორც გამოჩნდა, დინამიკა რუსეთის როგორც თქვა კრემლის პროპაგანდის ერთგვარი გამარჯვება არა, მაგრამ წარმატებასავით სურათს ხედავთ ყოველ შემთხვევაში კვლევების მიხედვით 7%-იანი მატება 6 თვეში, სულაც არ არის ცუდი შედეგი. ხომ ვერ მეტყვი რა განაპირობებს აი ამ გვარ დინამიკას და როგორ პერსპექტივას ხედავს საერთოდ მომავალში? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ ის რომ რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკა ზოგადად საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს კი არა ზოგადად თელ სამყაროს რო ემუქრება, ამის თაობაზე მე მგონი სოფლიოში თითქმის ყველა ისეთი ნორმალური პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები შეთანხმებული არიან. მე ვფიქრობ, რომ აქ მთავარი ამოცანა არის, რომ სწორედ ეს პროგრესული და დემოკრატიული საზოგადოება შეთანხმდეს იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლოს მან ამ ესე ვთქვათ გამოწვევაც არ არის, ეს უკვე საფრთხე არის, ამ საფრთხეებთან გამკლავება, ის რაც ჩვენთვის საფრთხე არის და ჩვენთვის უკრაინისთვის, მოლდოვეთისთვის და გარკვეულწილად ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვისაც ეს ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით საფრთხეთ არ ქცეულა ესე დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ამოცანა არის ჩვენაირი ქვეყნების, რომ მათაც დავანახოთ, რომ ეს გამოწვევა კი არა, მათთვისაც უკვე საფრთხეა, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ესე ვთქვათ ერთიანი დამოუკიდებელი და მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპის იდეა ჩამოყალიბდა და იყო ჩაფიქრებული ასე ვთქვათ გაფართოება ამ მიმართულებით ევროპის აღმოსავლეთ ნაწილის მხარეს ეს ესე ვთქვათ გაფართოება შეჩერებული გახლავთ მოგეხსენებათ და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის რომ საქართველოში ესეთი ძალების მომრავლება იგრძნობა არ ახალი არის მე ვფიქრობ ჩვენთვის ყოველთვის ისტორია მეორდება და ეხლაც ალბათ იგივე ისტორიის გაკვეთილთან გვაქვს ადგილი და შემთხვევა, როდესაც ჯერ კიდევ საუკუნის ასე ვთქვათ დასაწყისში სწორედ ასეთი ადამიანების ესე ვთქვათ მომეტებული აქტივობით ხდებოდა რაღაცა ქვეყნის განვითარების დინამიკის ცვლილება და ძალიან სასაცილოა ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ასე ვთქვათ რუსეთთან დაახლოების მოთხოვნით დგანან, ილია ჭავჭავაძის ან ამბროსი ხელაიას ან ესეთი ცნობილი ადამიანების და მოწამეების ხატებით გამოდიან იმ იდეის დასაცავად, რომ რუსეთთან რა კარგია ყოფნა. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც მთელი თავისი არსებით და სიცოცხლით სწორედ ამგვარ ასე ვთქვათ რუსების
რუსეთის ექსპანსიონისტურ და ასე ვთქვათ, მცოცავ ოკუპაციას უშლიდნენ ხელს ამ ქვეყანაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ამოცანა ისიც არის, რომ არ შეიძლება მარტო მთავრობას ველოდოთ, გავიგეთ, რომ არაფერს არ აკეთებენ ამ მიმართულებით და ჩვენ თუ ვართ რაღაცა და გვაქვს პრეტენზია, რომ რაღაცას შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამ ქვეყანაში, ვფიქრობთ, რომ თვითონმა ჩვენთაგანმა ამ მიმართულებით იქნება ეს სოფელ-სოფელს ასიარულოთ თითოეულ ადამიანთან საუბარი და ახსნა განმარტებითი სამუშაოები ჩასატარებელი თვითოულმა ჩვენთაგანმა მე მგონია რომ ეს უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ. სწორედ ამასთან დაკავშირებით მომავალ კვირაში ტაბულა 10 სხვა ორგანიზაციასთან ერთად გააკეთებს პლატფორმის პრეზენტაციას, რომლის მიზანიც სწორედ ეს იქნება, რომ თვითონ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს მობილიზება, რაც მეტი იქნება ასეთი ინიციატივა სავარაუდოდ მით უკეთესი და მოსახლეობასთან იმ გზავნილის მიტანა თუ რეალურად რაში მდგომარეობს რუსეთთან ერთმორწმუნება, აი აქ სწორედ მაგას საუბრობდნენ, რომ ჩვენი სულიერი ძმა არისო და გარკვევა იმის რაღაცნაირად გავარკვიოთ ისიც თუ რა პრობლემები განაპირობებს, რა აიძულებს ადამიანებს, რომ აზრი შეიცვალონ რუსეთის კრემლის სასარგებლოდ. და კიდევ ერთი შემის ახსენე, რომ ევროპამ უნდა დაინახოსო, რომ მასთვისაც საფრთხეაო დასავლეთ ევროპამ ეს უნდა დაინახოსო. ეკონომიკური კვლევის ცენტრის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ესეთი აქტიური მონაწილეობით მაკეინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით თქვენ გამართეთ კონფერენცია 8-9 სექტემბერს ჩატარდა თუ არ ვცდები იქ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ რუსულ პროპაგანდაზე. საინტერესო კონფერენცია იყო და ლინა სლინკევიჩიუსი რომელიც 10 სექტემბერს უკვე გამოაქვეყნა წერილი ევროობზერვერში, რომ ეს არ ეხება ეს საშიშროება მხოლოდ საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას და იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, არამედ ეს ეხება მთლიანად თავისუფალ სამყაროს და იმ ფასეულებებს, რასაც თავისუფალი სამყარო დგას. ჩვენ სწორედ მაგიტო ვეცადეთ ეს ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ამინს ქმნიან თელ მსოფლიოში, ეს ადამიანები ჩამოგვეყვანა და ამ პრობლემებზე გვესაუბრა. იმისათვის, რომ სწორედ ევროპაში და ამერიკაში შემდგომ უკვე დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები იმისა, თუ რა შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო კვლავაც იყოს, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში იმისათვის, რომ მისი განვითარების, ასე ვთქვათ, დინამიკა არ შემცირდეს და განვითარების დინამიკას როცა ვსაუბრობთ, აქ საუბარია იმაზე, რომ მოხდეს მუდმივად რეფორმების განხორციელება და გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ ვფიქრობ, რომ ჩამორჩენილი ინსტიტუტებით ან შესუსტებული რაღაცა პროცესებით ვინმეს უნდოდეს ჩვენი მიღება იმ სამყაროში და იმ ასე ვთქვათ სამყაროს ნაწილად მიგვიღოს. ვინმესაც რუსეთს უნდა. ხო, ნუ ერთადერთი ბატონო, ერთადერთი ალბათ რუსეთს უნდა რომ სწორედ ესეთი სუსტი ინსტიტუტები არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ სუსტი ინსტიტუტების და სუსტი ზოგადად საზოგადოების შეუმდგარი ქვეყანის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილია სწორედ აი ესეთი ადამიანების მართვა, რომლებიც დღეს ასე ვთქვათ საქართველოს მე ვფიქრობ, რომ თავისუფლების წინააღმდეგ შეტევას ახორციელებ. კი, თორნიკე, დასავლეთი, პრინციპში უნდა აღიაროთ, რომ დასავლეთის დღის წესრიგში ძალიან მაღლა აიწია უკვე რუსული პროპაგანდის თემამ. რუსული პროპაგანდა მიიჩნევა ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ კომპონენტად, ერთ-ერთ ნაწილად. თუ შეგიძლია ზოგადად ჰიბრიდული ომის თემა რო განავრცოთ და შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ რუსეთი საქართველოშიც აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, უკრაინის დროს უკრაინის კრიზისის დროს უკრაინაში მე მგონი ესე ვთქვათ მათ ახასიათებს ერთი ძალიან საინტერესო სინდრომი. სახელი დამავლის და ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო მართლა მოხდა. სადღაც აბორიგენებმა ველურებმა, რომლებიც არჩეულებიან ალაგ-ალაგ, მაინც სოფლიოში ალაგ-ალაგ დაფანტულებიან და ინახეს თვითმფრინავი. აბორიგენი ადგილობრივი მოსახლეობა. ხო. ხო, აბორიგენი არ ვიხმარ, მაგრამ ზუსტად მართალია. დაიღეს თვითმფრინავი და გააწყვეტეს, რომ თუ გააკეთებენ ანალოგიურს იგივეს ფორმას იგივე ფრთებს გააკეთა უკეთებენ და გაუშვებენ ჰაერში იფრენს. და როცა ვერ გაფრინდა ძალიან გაუკვირდათ. დაახლოებით მსგავს ფიქრობს როგორც ჩანს რუსული მთავრობა, მათ მიაჩნიათ რომ დასავლეთის ეს პოპულარობა დასავლეთის და რბილი ძალა ეს არის თავიდანვე ხელოვნურად შექმნილი, როგორც ესე ფიქრობენ, ხელოვნურად შექმნილი თავიდანვე ემყარება რეალურად პროპაგანდას და არა ფასეულობებს, მათ არ ჯერათ რეალურად მართლაც რომ არსებობს სადღაც თუნდაც ამერიკაში ან ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვა არსებობს დემოკრატია, მიაჩნიათ რომ მართლაც სიყალბეა და თვითონ შეუძლიათ სიყალბეზე დაყრდნობით რაღაცა შექმნან და გამოვიდათ პრინციპში სახიფათო ძალიან ეს არ ნიშნავს რომ სახიფათო არის, ესაკვირველია. გამოვიდათ ის რომ
თვითონ თავის თავს ისე დავის არ წარმოუჩენ კარგად, მაგრამ გეუბნებიან რომ მე ხომ ცუდი ვარ, რომ ისიც ცუდია და ის გატყუებს რომ კარგია და ბოლო 25 წლის განმავლობაში ან დამოუკიდებელები ვარ ჩვენც უკრაინას, მოლდოვაც და ამ ხნის განმავლობაში ბუნებრივია ვერ მოესწრო ჩამოყალიბება ადამიანის ცნობიერებაში, გარჩევა ადამიანმა ვერ ისწავლა კარგის და ცუდის, დემოკრატიის და რა დემოკრატიის. ბუნებრივია იოლია მუშაობა ასეთ ხალხს, ვისაც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს და გეუბნება რომ ისიც ცუდია, იქ სიამდვილეში რანაირ ადამიანის უფლებები არ არსებობს. იქ სიამდვილეში ჰომოსექსუალები, მასონები და ასე შემდეგ მართავენ ყველაფერს და შენ სიგნალს გიპირებენ, გასაკვირველია იგი. და ეს უნდა ღირებულოთ ძალიან კარგად გამოდი, იმიტომ რომ ჯერათ, მართლა ჯერათ როგორ ჩანს რომ სიმართლეს ამოვენებით, რომ იქ მართლა არაფერი კარგი არ ხდება, იქაც ცუდი არის, ყველაფერი შედარებითია. მე ცუდი ვარ. და თუ ჯერათ, მაშინ რანაირად ხდება, რომ ვინც ფული იშოვა, ყველა დასავლეთში გაუშვა ან შვილი, ან თვითონ სახლი იყიდა, რატო ხდება ეს? ჯერათ მათ პროპაგანდისტები ჯერათ და საკეთებენ, გული და საკეთებენ, რომ ეს ჯერათ რომ ეს ესახურება რუსეთის საქმეს ნამდვილად. რომ დასავლეთი მართლა წატყუებს, დასავლეთს მართლა უნდა რუსეთით დაშლა და ასე შემდეგ მე მიდიან შიზოფრენიამდე. გავუსწრებ ძალიან საინტერესო მაგალითი ალექსანდრე პირველმა იმპერატორმა რუსეთის თავის დროს ნაპოლეონი გამოაცხადა ანტიქრისტეთ. ჭირდებოდა პროპაგანდისტულად რომ დაეცვა თავი ნაპოლეონისგან და მოსახლეობა დაეცვა. მაგრამ ერთი როდესაც ამას ცინიკურად აკეთებ, იმიტომ რომ ეს გჭირდება თქვა. მე დაიჯერა და გადავიდა რელიგიურ შიზოფრენიაში თვითონ ალექსანდრე გადავიდა შიზოფრენიაში რელიგიური ფანატიკოსი გახდა ერთ-ერთი. მე ესე მგონია რომ მე იჯერებენ როგორც ჩანს მართლა რაღაცა მზღაპრების და მე გამოდით ამიტომ ასე თქვა ეს შიზოფრენია გადის საფრთხეს კი გრძნობენ ღია საზოგადოებისგან და იყენებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამ ღია საზოგადოებას. და ეს დაურთავ ის რომ გამოფხიზა მადლობა ეს ევროპა და ფიქრობენ ახლა გამოსავალზე და მე ჩემ ინგლისელ კოლეგას ველაპარაკე ამაზე და მან თქვა რომ არსებობს კარგი რეცეპტი ამის წინააღმდეგ გამასხაროება ელემენტარულად. გამასხაროება რომ შექმნა პაროდიებად საინფორმაციო გამოშვებებზე მსგავსი რაღაცები გააკეთო რომ გაამასხარო და ანახო მოსახლეობას რომ ეს ყველაფერი ჩაოლები პროპაგანდაა, შიზოფრენია, მეტი არაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ევროპელები როგორც ვთქვით, ხა მათი ბიუროკრატია რო კავშირის ნელ-ნელა მუშაობს, სანამ ისინი აკეთებენ ნიჩქარეს, სანამ გააკეთებენ რაც უნდათ გეგმაშია თუ გაუშვა რუსულენოვანი საინფორმაციო გამოშვებები ბალტიისპირეთს აღმოსავლეთ ევროპაში ცოტა დაჭირდება დრო ალბათ ამისთვის, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ დრო გვახშობს. ჩვენ ამის დრო სამწუხაროდ ბუნება არ გვაქვს. ჩვენ თუ არ გავანძრიეთ ხელი როგორც ინო თქვა შვენიერად, ეხლა ევროკავშირი ნელა იწყებს ამაზე მუშაობას. ჩვენ თორობის ნაწილს მეგონია საწყობს, ნაწილს ეშინია, ნაწილს არ აინტერესებს და სამწუხაროდ ეგეთ სიტუაციაში ვარ. კი ბატონო სალომე, რამდენად აქვს გაცნობიერებული, რამდენად კაფიოდ აქვს გაცნობიერებული ის საფრთხე, რასაც თქვათ, აი ნინო რაზეც საუბრობდა, რომ რეალურად ეს საფრთხე ხო დასავლეთის დემონიზებას ემსახურება და ძალიან ბევრი სასარგებლო იდიოტი, აი ლენინის ცნობილი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, სწორედ ამას აკეთებს, ხო იქ კიდევ უფრო დასავლეთში მაგალითად წარმატებას აღწევს იმ მიმართულებით, რომ დასავლეთ ევროპაში, იგივე მემარცხენე წრეებში იქნება თუ თქვა აი ამერიკის ჰეგემონიის წინა. რამდენად გაცნობიერებულია ეს საფრთხე დასავლეთ სამყაროში? მადლობთ, მიმესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობთ მოწვევისათვის. მე ვფიქრობ, რომ ევროპაში უკანასკნელი 2 წლის მანძილზე მოხდა ორი რამაც ფოკუსირება მოახდინა ევროპელების, ასე ვთქვათ, ყურადღების ამ საკითხზე და მათ მიცა შესაძლებლობა, რომ დაენახათ რეალურად, ასე ვთქვათ, შეეფასებინათ მასშტაბი ამ საფრთხეს. ერთი ეს იყო ევროპული არჩევნები, უკანასკნელი არჩევნები, სადაც ევროპარლამენტში პირველად, ასე ვთქვათ, საკმაოდ წარმომადგენლობით, შემადგენლობით მოხვდა ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიები, რომლებიც პირდაპირ, ასე ვთქვათ, მუშაობენ რუსული პროპაგანდის გზებით და ასევე პირდაპირ ძალიან დიდი ოდენობით იღებენ რუსულ დაფინანსებას. ეს იყო, ასე ვთქვათ, ესეთი ზარი ჩამოკრა ევროპაში, გარკვეული განგაშის, რომ თურმე საქმე ცოტა მძიმედ არის. ამავე დროს მეორე, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყო უკრაინა-რუსეთის ომი. იმიტომ რომ როდესაც დაიწყო, ასე ვთქვათ, ეს მეორე მეიდანი და დაიწყო უკრაინაში ის პროცესები, რაც იქ ხდებოდა, ევროპაში დაინახეს ძალიან, ასე ვთქვათ, ნათლად გამოჩნდა ეს, რომ ისინი მოიხმარენ სრულიად, ასე ვთქვათ, გაუცნობიერებლად რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის უზარმაზარი, ასე ვთქვათ, რაოდენობით მიწოდებულ ინფორმაციას და ძალიან ხშირად იცით როგორ ხდება, რომ რუსები ავრცელებენ ინფორმაციას და მათ შორის საკმაოდ პატივსაცემი დასავლური გამოცემები პირდაპირ ბეჭდავდნენ რუსების ინფორმაციას, ისე რომ ამის ფილტრაციაც კი ვერ ხდებოდა.
სწორედ ამ პერიოდში დაიწყო, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური მუშაობა ამაზე, არა მხოლოდ პოლიტიკის დონეზე, ევროკავშირის, არამედ მთლიანად მოხდა ინტელექტუალური რესურსების მობილიზაცია. აი თქვენ გადმოგეცით მათ შორის ჩემი კვლევა, ეს სტრატეგია გამოუცხადებელი საინფორმაციო ომისათვის, რომელიც რუსეთმა გამოუცხადა ევროპას და ეს ასე ვთქვათ, ესეთი პოლიტიკური, ესეთი რეკომენდაციები დაიწერა უკანასკნელი წლის მანძილზე სხვადასხვა ხალხის მიერ იმისთვის, რომ სწორედ მოხდეს პოლიტიკური მობილიზაცია და ამაზე რესურსების გამოყოფა იმისათვის, რომ ევროპა წინააღმდეგეს რუსეთის აი ამ გამოუცხადებელ ომს. რაც შეეხება თუ ასე ვთქვათ, რა შეიძლება რომ გაკეთდეს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს. თქვენ ახსენეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეხლა ხდება სრული მობილიზაცია არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის, მათ შორის ევროპაში, რომ წინააღმდეგეს რუსულ პროპაგანდას, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი სერიოზული გამოწვევა მოითხოვს ასევე ასე ვთქვათ, სამთავრობო რეაქციასაც და მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივასაც. იმიტომ რომ აი ერთ-ერთი რატომაც ძალიან დაზიანდა დასავლეთი აი ამ დაპირისპირებაში საინფორმაციო ომში რუსეთთან არის ის, რომ დასავლეთი არის გახსნილი სისტემა, ხო? შესაბამისად უკანასკნელი 10 წლის მანძილზე რუსეთმა ძალიან თავისუფლად, ასე ვთქვათ, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შექმნა და აამუშავა უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, საკუთარი თავდასხმითი, მე ვიტყოდი, შესაძლებლობების დასავლეთზე. და ამავე დროს საკუთარი საინფორმაციო სივრცე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ჩაკეტა. დღეს რუსეთში მოქალაქეები კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, სერიოზული ინდოქტრინიზაციის სამიზნე არიან, ვიდრე შეიძლება საბჭოთა კავშირის დროსაც და აი, როდესაც გახსნილი და დახურული სისტემა ერთმანეთს უპირისპირდება, რა თქმა უნდა, რომ დახურული სისტემა შეიძლება გამოვიდეს მოკლევადაში ყოველ შემთხვევაში უფრო გამარჯვებული. ამიტომ დღეს მიდის აქტიური დისკუსია იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ საკანონმდებლო ჩარჩოშიც, ასე ვთქვათ, გადახედვა მოხდეს ევროპაში, როგორ შეიძლება რომ ხელი შეუშალოს მათ შორის იურიდიულად ამა თუ იმ რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანებს ევროპაში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც, თუ ჩვენს ქვეყანაზე გვაქვს საუბარი, მე ასე ვთქვათ, ნინოს ვეთანხმები, რომ არ ახალია, ასე ვთქვათ, რუსების გააქტიურება ისტორიული თვალსაზრისით და ისტორიულ ჭრილში თუ შეხედავ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახალია თუ ჩვენ შევხედავთ გასული 10 წლის მანძილს, ასე ვთქვათ, ისტორიაში ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ რეალურად დღეს, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა სინამდვილეში, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს და მე ისეთ შთაბეჭდება მაქვს, რომ ხელჩამოშვებული ელოდება, როდის მობეზრდება ქართულ ხალხს, ასე ვთქვათ, დასავლეთისკენ სწრაფვა და სხვა მომავალს აირჩევს. საქართველოს ხელისუფლება დღეს არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ თავდაცვითი მექანიზმები შექმნას, აი ამ რუსეთის, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ომში და მეორეს მხრივ გაააქტიუროს საკუთარი რესურსი დასავლეთში, იმიტომ რომ რუსეთის პროპაგანდის მუშაობა ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოში ემსახურება იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რომ ჩვენი ხალხი მოატყუოს, მაგრამ ამავე დროს დასავლეთში რუსეთის პროპაგანდა ცდილობს, რომ შექმნას იმიჯი, რომ საქართველო, უკრაინა ეს არის წარუმატებელი ქვეყნები, რომ ეს არ არის ის ქვეყნები, რომლების ბუნებრივი ადგილი არის დასავლეთში და შესაბამისად გაუჩინოს განცდა დასავლეთს, რომ ეს ქვეყნები მხოლოდ არასტაბილურობას შეიტანენ დასავლეთში, რომ მათ არაფერი არ აქვს შესათავაზებელი მათთვის და მე ვფიქრობ, რომ დღეს დღევანდელი ხელისუფლება ამ ომს აგებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად მოვისმინეთ გასულ კვირას თუ არ ვცდები თავდაცვის მინისტრის განაცხადი, რომ თუ არ მიიღებს საქართველოს მეფს შემდეგ არჩევნებში პრორუსული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწარი გზავნილია, იმიტომ რომ მე რო ვიყო დასავლეთის ქვეყანა, ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც სკეპტიკურად უყურებს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ვიტყოდი, რომ ეს ქვეყანა თუ ესეც დღეშია, რომ ხვალ შეიძლება კრემლის აგენტები დაეპატრონონ ხელისუფლებას, ახლა მეხუთე კოლონის შემოშვება ნატოში ნამდვილად არ მჭირდება და კი, ეს რაღაცა უცნაური შანტაჟის ფორმა აქვს, არჩეული თავდაცვის მინისტრი თუ სრულიად აი ესეთი ძალიან ბევრი შეცდომა არის ქვეყნის გარეთ, რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, დღეს მოშლილია მთლიანად ყველანაირი, ასე ვთქვათ, ხელის შეშლის მექანიზმები საერთოდ არ არსებობს და ამიტომ რუსეთის
აი ესაც ვთქვათ, პროპაგანდისტული მანქანა თარეშობს სრულიად თავისუფლად და მე ვფიქრობ, რომ საბაბსაც ვაძლევთ აი ზუსტად ამავე კონფერენციაზე ყოფილმა კომისარმა, ევროკომისარმა ფულემ თქვა, რომ ნუ აძლევთ საბაბს სკეპტიკოსებს და ნუ აძლევთ საბაბს სკეპტიკოსებს, ეს საბაბი შეიძლება იყოს ვთქვათ პოლიტიკური დევნა და კანონის უზენაესობის კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემები, მეორე მხრივ შეიძლება იყოს ეკონომიკური პრობლემები, იმიტომ რომ ვთქვათ ჩამოქცეული ქვეყნის ვიზუმ მიმოსვლის მიცემა ბუნებრივია, რაღაცა ევროკავშირი არ მიესალმება, თავიანთი ბევრი პრობლემა აქვს. აი სალომემ თქვა, რომ რესურსების გამოყოფა ხდება. დასავლეთი მართლაც აი რიგაშიც ერთად ვიყავით, სადაც დიდი კონფერენცია ჩატარდა, მედია კონფერენცია ჩატარდა რიგის სამიტის პარალელურად, ევროკავშირის სამიტის პარალელურად და ერთ-ერთი თემა, რასაც მედია კონფერენციაზე განვიხილავდით, იყო როგორ აღუდგეთ წინ რუსეთის პროპაგანდას და კი გასაგებია, რომ დასავლეთის დედაქალაქებში რაღაცა სერიოზული მსჯელობა მიდის, რაღაცა ფულია ამისთვის გამოყოფილი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ყველა დემოკრატიას და ინსტიტუციონალურ დემოკრატიას, აქაც არის რაღაცა სანამ ამ ფულამდე მიხვალს, შეიძლება რაღაცა ბიუროკრატიული, ძალიან ბევრი ბარიერი გაიარო. განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც ესე პირდაპირ ასხამს ფულს, შავ ფულს ქართულ მედიაში. იქ ავსავე იყო საუბარი ამაზე, ვთქვათ, ყურადღება იყო გამახვილებული უფრო რუსულენოვან მედიაზე. თუმცა, როდესაც საქმე შეეხება საქართველოს ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი სწორედ თუ ვწდები, საფრთხე არის არა იმდენად რუსულენოვანი მედია, იმიტომ რომ რამდენადაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი და რუსული კრემლის გზავნილების გამჟღერებელი ქართულენოვანი მედია, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ამბობს იმას, რომ თქვათ არის რუსეთი კარგია, როგორც ახლა ღიად ეს ხალხი, მაგრამ ზუსტად იმ გზავნილებს იმეორებს, რომ დასავლეთი გარყვნილია, რომ კანონის წინაშე თანასწორობა მიუხედავად ყველაფრისა არასწორია და გარყვნილებაა და ასე შემდეგ, ხომ? და თან თქვენ ორგანიზაციას თამონა თავისუფლების მედიის განვითარების ფონდს ბოდიში წარსულში გაბრუნებდი. ქონდა გაკეთა ესეთი კვლევა, სადაც გაიყვა რომ ხელისუფლება ის კი არა რომ რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს მხოლოდ ამ ტიპის თქვათ იმას რომ ჩვენ რა ეჭვებიც ვქონდა. თქვენი კვლევით დადასტურდა რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელის ფული იხარჯება. მე ვერ ვიტყვი რომ ეგ სერიოზული წილია, ვთქვათ, აი ამ მედიების დაფინანსების, უბრალოდ აქ მიზანშეწონილობის საკითხი დგას, უფრო მიზერული თანხა იმასთან შედარებით, იმიტომ ჩვენ ვიკვლევდით იმ მედიას, რომელიც ვთქვათ სიძულვილს აღვივებს და ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ეკრის რეგულაციებით უბრალოდ ეგრე გავშიფროთ. ეს არის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი, რომლის რეგულაციებით სახელმწიფომ არ უნდა გაუფორმოს კონტრაქტი არც ერთ ორგანიზაციას, ვინც სიძულვილს აღვივებს. და ამ ნიშნით მოხდენა უფრო მიზანშეწონილი თავარი მათი დაფინანსების წყარო, მე მგონია, რომ უფრო სხვა რესურსებია, უბრალოდ აქ გამჭვირვალეობის სტანდარტი, რაც მაუწყებლობაში არ მოქმედებს, იმიტომ რომ სხვადასხვა არაოფიციალური ინფორმაციები ვრცელდება იგივე სპუტნიკის დაფინანსებასთან და სწორედ ეს არის განსხვავება დასავლურ და რუსულ ინსტიტუტებს შორის. დასავლური ინსტიტუტები ემყარება გახსნილობას, ღიაობას, გამჭვირვალობას და ყველა დაფინანსების წყარო არის ცნობილი და აქ კიდევ ეს ხდება რაღაცა დაფარული გზებით. გეთანხმები თვალსაზრისით, რომ ჩვენმა მეორე კვლევამ, რომელიც ანტიდასავლურ განწყობებს ეხებოდა, აჩვენა, რომ ეს არის ძირითადად ქართულენოვანი მედია, იმიტომ რომ აი რა ის კვლევებშიც რუსულენოვან წყაროებზე წვდომა შედარებით დაბალია, 9% იყო, თუ არ ვწდები და ალბათ აქ უნდა მოვიაზროთ ძირითადად უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები. ჩვენ თავდაპირველად საერთოდ არ ქონია გამიზნული ანტიდასავლური განწყობების შესწავლა, ვიკვლევდით ქსენოფობიას, ჰომოფობიას და აი ამ კვლევამ აჩვენა, რომ კონტექსტი იყო ანტიდასავლური. აქ იკვეთება ძირითადად ორი ტიპის მედია საშუალებები, ერთი მხრივ ღიად პრორუსული წყაროები, როგორიცაა საქინფორმი, საქართველო და მსოფლიო და სხვები და მეორე ეთნონაციონალისტური პლატფორმები, როგორიცაა იგივე ასეულდასავალი ობიექტივი, სადაც ვთქვათ რუსული წყაროებიც ფიგურირებს, იმიტომ რომ ობიექტივმა უჩვენა ვთქვათ ყირიმის გზა ფილმი, უჩვენა ფილმი პუტინზე, რუსული ვერსიები, ანუ
ორივე ერთად არის შერეული, ასე ვთქვათ, მაგრამ მათი მთავარი ძირითადი ნიშა მაინც არის ეთნონაციონალიზმი და მკვეთრად გამოკვეთილი თურქოფობია, რაც არის იგივე პატრიოტთა ალიანსის ხაზი. ეთნონაციონალიზმი მომგებიანია. ანუ ეს არის გამიზნული ესეთი მესიჯები, აი თუ რუსეთია ოკუპანტი, რატო თურქეთი არა და ისტორიული ფაქტები ბიძინაევანიშვილი რეალურ დროშს არჩევნოთ ყველა ქვეყანას აქვსო, დიდ ქვეყანას აქვს ეს ექსპანსიონიზმის სურვილიო და რუსეთს რო ვერჩით თურქეთი რა იგივე არ არის, თუ გახსოვს ბათუმში თუ სადღაც გააკეთა ეს განცხადება. და მედიასთან ერთად მე ვერ ვიტყვი რომ მთელი ხელისუფლება არის ვთქვათ ცალსახად პრორუსული, ამის თქმა, რა თქმა უნდა, იქ არის პროდასავლური ფრთაც, ასე ვთქვათ, არიან ვთქვათ უფრო პრორუსული ორიენტაციის მქონე. პრობლემა ჩემი აზრით არის შერეულ გზავნილებში ერთ დღეს ერთი წარმომადგენელი ერთს ამბობს, ეს იწვევს საზოგადოებაში დაბნეულობას და აღმავებს ამ იმედგაცრუებას. კი ბატონო, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით სტუდიაში, უბრალოდ მანამდე სანამ გავაგზავნებთ სტუდიაში საუბარს, მინდა ვნახო ზუსტად აი იმ კონფერენციის სტუმრები, ძალიან კარგი სტუმრები ყავდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს და მაკეინის ინსტიტუტს თბილისში მოწვეული, მათი აზრი თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეს თავისუფალი სამყარო და მათ შორის საქართველოს კრემლის პროპაგანდას. For neighbors of Russia, this is a big problem. რუსეთის მეზობლებისთვის რუსული პროპაგანდა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთი ცდილობს მათ საშინაო საქმეებში ჩაერიოს და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს. იმის და მიუხედავად მოსახლეობის ეს ნაწილი ეთნიკურად რუსია თუ არა, ევროპისთვის ეს სხვა ტიპის პრობლემას წარმოადგენს. რუსეთს აქვს გარკვეული გავლენა ევროპულ პოლიტიკაზე და როგორც ამბობენ ქართულ პოლიტიკაზეც. თუ გადავავლებთ Pew Research ცენტრის გამოკითხვას, ვნახავთ რომ მსოფლიო მასშტაბით რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ნეგატიურია. თუმცა სამი გამონაკლისიც გამოიკვეთა: ვიეტნამი, ვენესუელა და ჩინეთი. სხვა დანარჩენ ქვეყნებში პუტინის რეიტინგი ძალიან დაბალია. ჩვენი მთავარი მიზანი არ უნდა იყოს კონტრპროპაგანდა. ჩვენ თუ ავყევით რუსეთს ამ თამაში, ჩვენ წავაგებთ, რადგან ჩვენ დემოკრატები ვართ. ჩვენი ჟურნალისტიკა დამოკიდებულია ობიექტურობაზე. ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანი ინფორმაციისა და ახალი ამბების გადმოცემაა საინტერესო გზით, რომ საზოგადოებამ უყუროს ან წაიკითხოს ის. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, იმისთვის რომ გაიგონ სინამდვილეში რა ხდება მათ ქვეყანაში. ამ გზით რუსი მოსახლეობაც გაიგებს მათი ქვეყნის რეალურ სურათს. ჩემი აზრით ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს რუსეთში. ვლადიმერ პუტინმა დაანგრია საკვების იმპორტი. რჩება შტაბ-ჭრილება, რომ უკვე არ იციან როგორ მოიქცნენ. ისინი არც ადამიანის უფლებებს იცავენ. 2010 წელს მაგნიცკის სიის საშუალებით მოხდა რუსეთის ქმედებების დაგმობა. 2014 წელს დასავლური სანქციების საპასუხოდ კი რუსეთმა აკრძალა დასავლური საკვების იმპორტი. რას აკეთებს პუტინი საპასუხო ქმედებებით? ის ძალიან ვნებს საკუთარ მოსახლეობას. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო მესიჯი რუსი მოსახლეობისთვის. სანქციებს, რომელსაც ძალიან ცუდი გავლენა აქვთ, მათზე არის არა დასავლეთის მიერ შემუშავებული სანქციები, არამედ სწორედ პუტინის მიერ დაწესებული. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ რუსებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, თუ რა ზიანს აყენებს პუტინი ქვეყანასა და ხალხს. ჩვენ ასევე უნდა შევეცადოთ, რომ მოსახლეობამ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში იცოდეს თუ რა ხდება მათ ქვეყანაში. დაბოლოს უნდა აღმოვფხვრათ კორუფცია. რუსეთის ყველაზე დიდი ექსპორტი არის კორუფცია. მათ შემოიტანეს კორუფცია ჩვენს ქვეყნებში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ის მივიღეთ. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, რომ დავამტკიცოთ, რომ არ ვართ რუსული კორუფციის ნაწილი. So that we are not subject to Russian corruption. The way to confront propaganda is with fact. რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება მხოლოდ ღიაობითა და გამჭვირვალობითაა შესაძლებელი. ხალხი არ არის სურვილი, შენ არ შეგიძლია უბრალოდ გამოყვებო ისინი ტყუილით და იმედი გქონდეს, რომ რაღაც დაიჯეროს. მით უმეტეს თუ ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ვფიქრობ, გამოსავალი არის შექმნა ძალიან აქტიური საჯარო მედია და ისეთი გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება გამოძიება და საზოგადოების დაცვა პროპაგანდისგან, სრულ ინფორმაციისგან. სწორედ ამიტომაა დღეს მსჯელობა მედიის აქტიურ მხარდაჭერაზე, რომ საზოგადოებამ საკუთარი დასკვნა გამოიტანოს
შემოიტანოს. ეს არის საუკეთესო გზა პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად. ამ შემთხვევაში არსებობს დანარჩენი ევროპის პასუხისმგებლობაც. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ჩვენ ვხედავთ რუსული ენის გავლენას უკრაინაში, ბალტიისპირეთის თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში. ეს ხდება გერმანიაშიც კი. მსგავსი ხასიათის ზეგავლენა არის ასეთი პროპაგანდის პირდაპირი სახე. ეს დიდი პრობლემაა, რასაც ერთი ქვეყანა, როგორიცაა საქართველო, ლატვია ან ესტონეთი ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ევროპელების ერთიანი თანამშრომლობით შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. But collaboratively, as Europeans, there is an opportunity for that kind of content. A lot of my friends, journalists in the Baltic states, in Poland, in Ukraine, ჩემი მეგობარი ჟურნალისტების უმრავლესობა პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებსა თუ უკრაინაში ფიქრობენ თუ რა იქნება საუკეთესო გამოსავალი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსული პროპაგანდა ეფუძნება ნახევრად სიმართლეს, ნახევრად სიცრუეს, მისტიფიკაციას, манипуляციებს და ასე შემდეგ. არსებობს საპირისპირო არგუმენტები, რომლებიც თქვენ, უკრაინელებს, პოლონელებს, ლიტველებს შეგეძლიათ გამოიყენოთ. თუმცა ამავდროულად, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც ქართულ საზოგადოებას არ შეგეძლიათ ან საქართველოს და უკრაინის მთავრობას არ ძალუძს. არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელთა წინაშეც ახლა თქვენ დგახართ. ეს ყველაფერი კი რუსეთის манипуляციებს ხელს უწყობს. მე ვიტყოდი, რომ თუ თქვენ მხოლოდ კონტრშეტევაზე მოახდენთ კონცენტრაციას, ეს არაფერს მოგცემთ. საუკეთესო გამოსავალი არსებული პრობლემების მოგვარებაა, რომელიც იქნება საუკეთესო საპირისპირო პროპაგანდა. The best counter propaganda. I think the best thing to counter this is to change the minds and hearts of the Russian people. ჩემი აზრით, ამ საკითხის ყველაზე ადვილი გადაწყვეტა არის, რომ შევცვალოთ რუსეთის მოსახლეობის ცნობიერება და დამოკიდებულება. ნაკლები აქცენტი ბრძოლის პროპაგანდაზე და უფრო მეტი ინფორმაცია თუ რა ხდება სინამდვილეში რუსეთში. რუსეთის ტელეარხები ძალიან მწირად გადმოსცემენ ინფორმაციას ადგილობრივ ვითარებაზე და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ დასავლეთის წინააღმდეგ პროპაგანდას. თუ მათ ეცოდინებათ თუ რა ხდება სინამდვილეში რუსეთში, ჩემი აზრით ისინი აღარ იქნებიან ისეთივე ბედნიერები, როგორიც ახლა არიან. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთი არ უთმობს საკმარის ყურადღებას თქვენს რეგიონს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს დებატები თემაზე, რუსეთი გლობალური საფრთხეა თუ მხოლოდ რეგიონალური. მე ვფიქრობ, რომ ვაშინგტონში არსებული უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ რეგიონალური საფრთხეა და ჩვენ უფრო დიდი ყურადღება სირიას და ისლამური სახელმწიფოს აღზევებას უნდა მივაქციოთ. პრობლემა სწორედ ყურადღების სიმწირეშია. უკრაინაში მომხდარი ამბიდან წელიწადნახევრის შემდგომაც ამერიკელების უმრავლესობას არ აინტერესებს ან საერთოდაც არ იციან არსებული ვითარების შესახებ, რაც ძალიან ხელსაყრელია რუსული პროპაგანდისათვის. That's a good opportunity for Russian propaganda. I'm from Slovakia and Slovakia is also a new country like Georgia. მე სლოვაკეთიდან ვარ. ჩემი ქვეყანა საქართველოს მსგავსია, თუმცა საბედნიეროდ ჩვენ უკვე ევროკავშირისა და ნატოს წევრები ვართ. ჩვენ არ ველოდით, რომ რუსული პროპაგანდა ასე გავრცელდებოდა ჩვენს ახლომდებარე ტერიტორიებზე. ამ თემასთან დაკავშირებით დიდი დებატები მიმდინარეობს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. როდესაც რუსული პროპაგანდა ვრცელდება ასეთი სისწრაფით, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები ამ პროცესის შესაჩერებლად, რადგან რუსეთი ამ საკითხებს დასავლეთთან დაპირისპირების ნარატივში სვამს და ამ ტრულ ნარატივში მოათავსა ის ქვეყნებიც, რომლებიც აქტიურად ცდილობენ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და წევრ ქვეყნებთან დაახლოებას. მე ვფიქრობ, რომ თქვენ კარგად უნდა გააანალიზოთ თუ რა არის უკეთესი აუდიტორიისთვის, ვინ არის ამ თამაში და ვინ ცდილობს, რომ რუსული ნარატივი შემოიტანოს. ამავდროულად საჭიროა ეძებოთ გზები თუ როგორ შეინარჩუნოთ თქვენი სუვერენიტეტი. ცხადად გამოიკულიოთ, როგორი პოლიტიკური მომავალი გსურთ. ეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვისაა აუცილებელი, არამედ ეს ყველა სფეროს ეხება, მედიას, განათლებას, ეკლესიას. ეს უნდა განიხილებოდეს როგორც სერიოზული საფრთხე, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ქვეყნის მომავალს, რეგიონის მომავალს და რუსეთთან დიალოგს. ეს ერთგვარი გეოპოლიტიკური ფაქტორია, მათ არ შეუძლიათ შეეგუონ ამას, რადგან რუსეთი ბევრ ასპექტშია ძლიერი. მას აქვს ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სამხედრო ძალები, მდიდარი კულტურა. ჩვენ არ შეგვიძლია შევაფასოთ არასათანადოდ ის, რომ რუსეთის პოლიტიკა პატარა ქვეყნებზე ბატონობას გულისხმობს, თუნდაც ის, რომ რუსეთს არ სურს მოლდოვას ევროკავშირში შესვლა. სლოვაკების უმრავლესობა ქართველებისგან განსხვავებით კათოლიკეები ვართ, ჩვენ ქრისტიანობის ლათინურ ფრთას მივეკუთვნებით. თუმცა ჩვენ ასევე ორთოდოქსული ეკლესიაც გვაქვს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უმცირესობაშია. დღესდღეობით ჩვენ უფრო ხშირად ვაწყდებით ისტორიის, ტრადიციების, კულტურისა და რელიგიის გავლენას დებატებში პოლიტიკის, ქვეყნის მომავლისა და იმ კრიზისის შესახებ, რომელიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაშია. ჩემი აზრით, პოლიტიკოსებისთვის საჭიროა სწორი დიალოგის წარმოება ეკლესიასთან, ქვეყნის სამომავლო სტრატეგიებთან დაკავშირებით. პატრიარქი ყველაზე სანდო ადამიანია თქვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში ეკლესია
პოზიცია საკმაოდ გავლენიანია, თუმცა ჩვენ არ გვყავს ერთი გამორჩეული საეკლესიო პირი, რომელსაც საზოგადოება ენდობა. ამის და მიუხედავად ეკლესია მაინც თამაშობს მნიშვნელოვან როლს დებატებში. რუსეთის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ პუტინისა და პატრიარქ კირილის ურთიერთდამოკიდებულება. ეს ურთიერთობა ძალიან დიდ როლს თამაშობს რუსეთის ცნობიერების, აზმყოსა და მომავლის ჩამოყალიბებაში. ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტი, რადგან ეს არის ახალი და საინტერესო ფენომენი. So I think that it is new and interesting phenomenon where აი პავლემ სწორად ახსენა ეკლესია როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი რუსული პროპაგანდის გავრცელების, ანუ ესეთ სიტუაციაში ვართ ჩვენ. ერთი მხრივ არის მედია, როგორც რუსულენოვანი, ისე ქართულენოვანი მედია, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს და თქვათ აი ამ რუსულ გზავნილებს, კრემლის გზავნილებს ავრცელებს. მეორე მხრივ გვაქვს პატრიარქი კირილი რუსეთში და შესაბამისად ეს მართლმადიდებელი ეკლესიების მთელი თქვათ რიგი იმ ქვეყნებში, სადაც რაზეც რუსეთს პრეტენზია აქვს, მათ შორის საქართველოში და თეორემას მეორე ნაწილში უფრო დაწვრილებით მიმოვიხილავთ ამ თემას და ამას გარდა რუსეთი ცდილობს ინფილტრაცია მოახდინოს თვითონ მთავრობაში და ჩვენ მთავრობაში და ხელისუფლებაში ყავს ლიდერები ყავს, რომლებიც აი ზუსტად იმ გზავნილს ავრცელებენ, რასაც დღეს აქციაზე ვისმენდით, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, ომში როდესაც ქვეყანა ნეიტრალური როგორ უნდა იყოს, ამაზე კითხვის გაცემა. მოკეთ ესეთი ძალიან მრავალშრიანი ესე და ყავს კიდევ ასევე თქვა აქაც მართალია ვიწრო წრე უკიდურეს მემარცხენებს, რომლებიც თქვა იგივე რაღაცა რუსეთში, რაღაცა ამერიკის რუსეთის მეშვეობით თავიანთი ჭკუით, რაღაცა ამერიკულ ჰეგემონიას ებრძვიან. მოკეთ მრავალშრიანია ძალიან ეს რუსული პროპაგანდა, თითქმის ყველგან აქვს ეს ფესვი გადგმული, როგორ შეიძლება, რა მეთოდით შეიძლება დაუპირისპირდეთ. აქ ახლა სწორად იქნა აღნიშნული, რომ პროპაგანდას პროპაგანდით ვერ დაუპირისპირდები, ხო? საუბრობენ იმაზე, რომ რაღაცა ახალი მეთოდებია საჭირო, რაც უფრო საინტერესო მიდგომებია საჭირო. როგორ ფიქრობთ, აი როგორ შეიძლება? სიმართლით, მე მგონია. პროპაგანდას მე მგონია, რომ პროპაგანდით მართლაც ვერ დაუპირისპირდები, პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეთ სიმართლით და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა იქნას მიმართული ძალიან სერიოზული მცდელობა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის, ასევე მთავრობის მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეები დღეს რეალურად შეყავთ ძალიან დიდ შეცდომაში, ხო? ჩვენ შეიძლება რუსული პროპაგანდისტული მანქანის მესიჯი რა არის, რომ იცით რა თქვენ ამ დასავლეთში სინამდვილეში არავის არ ჭირდებით, იმ ნატოში არავინ არ მეგიღებთ, ევროკავშირის გაფართოების პროცესი შეჩერებულია ძალიან დიდი ხნით, სხვა გამოსავალი თქვენ არ გაქვთ და ნუ აი რუსეთი არის ისევ ერთადერთი გზა. ჩვენი არა, კარგი არ არის, ხო, ნუ თან ამაზეა და ის ილუზორული. რეალურად მართალია, დასავლეთში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი შეიძლება არ მიდის ისე, როგორც მე მინდა, თქვენ გინდათ, ან საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, მაგრამ არაფერი უკეთესი არჩევანი ჩვენ არ გვაქვს და გვაქვს ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც მოდის რუსეთიდან, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყანაში დემოკრატიის დასრულებას, სუვერენიტეტის დასრულებას, ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ რამდენიმე თაობას წაერთმევა შესაძლებლობა, რომ იცხოვროს ნორმალურ ქვეყანაში. აი ეს, მე ვფიქრობ, რომ გასაგებ ენაზე უნდა აუხსნას ჩვენ საზოგადოებას ყველა ჩვენთაგანმა და ამავე დროს ამისთვის უნდა იქნას მიმართული მათ შორის მთავრობის მცდელობაც და არა იქითკენ, რომ ბატონი აბაშიძე პორტფელმოკიდებული დარბოდეს მოსკოვში და რაღაცა უჩენდეს ხალხს განცდას, რომ აი იქ სირბილით მოგვარდება რაღაც პრობლემა. ეს არის პრობლემა. ნინო, ერთი საინტერესო რამ თქვა ლილა შევცოვამ, კარნეგის ცენტრის კვლევარმა, რუსეთის მოქალაქეა ის, რომ მთავარი რაც არის პრობლემები უშუალოდ პრობლემები და პრობლემებით ფრუსტრაცია ხშირად განაპირობებს იმას, რომ თვლი რომ აქამდე რა გზაც ქონდა არჩეული, ის სწორი არ არის და ახლა იგება რუსეთმა უკვე რუსეთში ეძებს საშუალს. და ვთქვათ, ჩვენ გვესმის კიდეც, ახლა გასაგებია რომ განზოგადებას არ ვახდენდა ერთეულებია, მაგრამ აი რთველი ვერ ჩატარდა კარგად, ამიტომ მოდი მე ვას გავჩეხავან რაღაცა სეტკას შემოვავლებ ახლა და გასაგებია რომ ერთეულებია. იგივე ვთქვათ, ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ ახლა ასაკოვან ხალხს შეიძლება რაღაცა თავისი ახალ
ახალგაზრდობა ენატრება, ან გარანტირებული 70 ლარი პენსია, თუ რა ვიცი, რამდენი იყო პენსია ასე შემდეგ. შენ უკვე ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მე მგონი თამონამაც იარეთ, თქოთ, რეგიონებში და გამოელაპარაკეთ მოსახლეობას. ხომ არ შეგიძლიათ გამოყოთ ის პრობლემები, რაც თქოთ, აფიქრებინებს ადამიანს, რომ შეიძლება არასწორად ვიქცეოდი, რომ საქართველოს პროდასავლურ კურსს უჭერდი მხარს და ახლა რაღაცა ჯობია, რომ რაც რეალისტურია და რაც ხელში მიჭირავს, აი იქით გავიხედო რუსეთისკენ. პრინციპში ბოლო 6 თვის განმავლობაში მე მგონი არ დარჩენილა სოფელი და ქალაქი, სადაც არ ყოფილიყავით, სხვათა შორის USAID-ის ერთ-ერთი პროექტის ხელშეწყობით და დახმარებით და უნდა ითქვას, რომ არ მოგატყუოთ ესეთი ძალიან ისეთი პრორუსული განწყობები, არ შეგვხვედრია, პირიქით ძალიან პატრიოტი, ძალიან თავისი ქვეყნის ერთგული და ამ ქვეყნისთვისო თავს დადებს ძალიან ისეთ ბევრ ასეთ ადამიანს შევხვდით. უმთავრესი პრობლემა რაც გახლავთ ის არის რომ ის შესაძლებლობები რომელიც ქვეყანას გაეხსნა და მე მინდა რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე გავამახვილო ყურადღება უკვე მეორე წელი დაიწყო ფაქტიურად და არაფერი არ ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან და სამწუხაროა რომ ჩვენნაირი ორგანიზაციების მხრიდანაც ფაქტიურად არც არაფერი არ ხორციელდება იმიტომ რომ მარტო ესე ნუ კარგით კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ არ აკეთებს ეს მთავრობა ამ რაღაცა კომუნიკაციის კამპანიებს არ გეგმავს მაგრამ უმთავრესი რაც ამ ადამიანებს აინტერესებდათ არის ის რომ კონკრეტულად რა შედეგს მიიღებენ იმით რომ ევროკავშირთან საქართველოს მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ჩვენ უხსნით ის მერე თითოეულ მათგანს და მერე უკვე ამ შეხვედრების შემდგომ მათთან 2-3 თვეა ვაგრძელებთ მუშაობას რომ რაღაცა მათი იდეები ბიზნეს იდეებად ჩამოვაყალიბოთ და დავეხმაროთ ამის დაწერაში რომ შეძლონ ევროკავშირის ასე ვთქვათ გამოცხადებულ გრანტებში მონაწილეობის მიღება იმისათვის რომ რაღაცა ცოდნა გაიღრმავონ ახალი ტექნოლოგიები მოიზიდონ აი კონკრეტული ხელშესახები დახმარება ჭირდებათ ამ ადამიანებს და მერე უკვე ამ გზას თავისი დაადგებიან იციან და ძალიან კარგად აქვთ გააზრებული რომ სიტყვაზე 10 ლარიანი პენსიის ზრდა არის პოპულისტური ნაბიჯი და ამბობენ რომ შემდეგი არჩევნებისთვის როგორც კი ასეთი დაპირებით ჩვენთან ვინმე მოვა ვეთყვით რომ ჩვენ არ გვინდა ამაში ფულის აღება ჯობია ეს თანხა განათლებაში ან რაღაცა ესეთ ზრდაზე ორიენტირებულ სფეროებში ასე ვთქვათ მოხდეს ამ თანხების აკუმულირება მაგრამ თქვი რომ აიც რა გარკვეულწილად არარეალისტურ დაპირებებზე მოსახლეობა მე მგონია რომ ძალიან როგორ გითხრათ იმედგაცრუებულები არიან ამაზე იმიტომ რომ ბოლო რა გითხრათ რაც არჩევნები იყო იმის შემდგომო არც ოპოზიციის წარმომადგენელი უნახავთ იმ სოფლებში არც მთავრობის წარმომადგენელი და საერთოდ ადამიანი კაციშვილი არ უნახავთ არც ეხლა დაესევიან არც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ანუ ეს კრიტიკა რო არ მოგატყუოთ მეტნაკლებად ყველას ეხება თითოეულ ჩვენთაგანს ეხება იმიტომ რომ ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და ჩვენ თუ ეხლა წილად ხვდა იმის ბედნიერება რომ საზღვარგარეთ განათლება მიგვეყო და რაღაცეებს ჩვენი ვახწევდეთ ხო ანუ კი ბატონო ჩვენი შრომის და ჩვენი რაღაცა იმის მაგრამ ყველას არა აქვს ეს წდომა ესეთ ასე ვთქვათ შესაძლებლობა ამიტომ ჩვენი მოვალეობაა და ხელისუფლებისაც რა თქმა უნდა რომ ამ ადამიანებს მივცეთ ამ შესაძლებლობებთან მიახლოების საშუალება ეს არის ევროპა რომ დავანახოთ აი ამ შეცდომის ამიტომ აღარ ექნებათ 37 მანეთიანი მოსკოვის ბილეთის რა ქვია შოვნის ნოსტალგია იმიტომ რომ ექნებათ 30 ევროიანი ბილეთი ბარსელონაში შეუძლიათ ქუთაისიდან გაფრინდნენ რა ვიცი ბუდაპეშტში ბარსელონაში უფრო მეტია სანახავი და უფრო მეტია გასაზიარებელი ამიტომ ეს არის ევროპა ეს უნდა დავანახოთ კი ბატონო და ზუსტად ამ შეცდომის და კი რა დაკარგული დროის ერთგვარ კომპენსირებას და შეცდომის გამოსწორებას ეხება ის კამპანიაც რომელსაც დავიწყებთ და რომელზედაც აუცილებლად რასაკვირველია ამის პრეზენტაციას გავაკეთებთ და ამ გადაცემაშიც იქნება ერთი რაც შემიძლია ვთქვა, აი ესეთი რაღაცა დემონიზებულია, ერთგვარად აი რაღაცა სოროსის ფული, ამერიკელების ფული, ასე შემდეგ და ამიტომ ჩვენ ესეთი რაღაც გადავწყვიტეთ ორგანიზატორებმა ამ კამპანიის, რომ ფული ავკრიფოთ მოსახლეობისგან თვითონ, ანუ არა მარტო საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ ბალტიისპირეთი იქნება ეს უკრაინა, ანუ იმ ხალხისგან, ამერიკელები იქნება, ანუ თვითონ ინდივიდუალური შემოწირულობებით დავაფინანსოთ ეს კამპანია. მე მგონია რომ თქვა რომ სოროსელი ვარ. არა და აი ზუსტად ესეც გვინდა გავაკეთეთ რომ
როცა გეხდება სოროსი გეხდის ფულს თუ რაღაცა ვიღაც რომ მოვარდება ხო იმასაც უყურებ სოროსი კი არ მიხდის ფულს მიხდის ტაბულას მაყურებელი მიხდის იგივე ბალტიისპირელი მეგობარი რომელსაც გული შეტკივა საქართველოსზე და ასე შემდეგ თამონა დავამატებ უბრალოდ ნინომ რაც თქვა ვეთანხმები რომ გასაგებ ენაზე არ ხდება ახსნა რა სიკეთე მოაქვს ევროინტეგრაციას იმიტომ რომ ბრიუსელში რაღაც ხელშეკრულებას რომ მოეწერება ხელი ამის იქით რა მატერიალური განზომილება დგას რა კეთილ ეს არ იცის მოქალაქემ ხშირად იცით რა ჩვენც დავდიოდით სხვა შორის რეგიონებში იყო ამ შემთხვევაში ევროინტეგრაციის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მაგრამ ერთად თავი მოგვეყარა USAID-ის იგივე პროგრამა აღმოსავლეთ ანუ მათი ინიცირებული იყო და ჩვენ ამავე დროს ვაფასებთ ეხლა მუშაობთ კომუნიკაციის სტრატეგიაზე მე ვერ ვიტყვი რომ სამინისტროს მხრიდან თქვათ ან ცალკე არ ჩანს მაგრამ ერთიანი პოზიცია არ დგას ანუ შერეული გზავნილებია ის სამინისტრო მინისტრი რო გამოვა და ერთ სიტყვის და მეორე დღეს თოფაძე გამოვა და ევროზიის კავშირში შევიდეთ აბნევს იმ ადამიანს და არ იცის რაზე ორიენტირდეს და თან ის უფრო ნაცნობია იმიტომ რომ ევროპული ცხოვრების წესი არის და ის ორიენტირებული ადამიანზე ის რომ სურსათის უნებლობა მნიშვნელოვანი რომ ადამიანის ჯანმრთელობა დავიცვათ და ადამიანი უფრო მეტი ღირებულება ეს დაკავშირებულია პროცედურებთან სირთულეებთან რაღაცასთან და იქ არის დაკავშირებული კორუფციასთან უფრო ნაცნობი ხერხია ხო ქრთამს ჩაუდებ იქ რუსეთში მოაგვარებ ცნობას და არ გაღელვებს ამითი დაწამლავ ადამიანს დაავადებ თუ რა მოუვა მას და ეს უნდა აუხსნათ ალბათ გასაგებ გენაზე რაშია განსხვავება და თუ ვიძახით რომ ვართ მართლმადიდებლები მაშინ უნდა ვთქვათ რომ არ უნდა მოვექცეთ სხვას ისე რომ როგორც არ გვინდა რომ ჩვენ მოგვექცენ არ უნდა ვჭამოთ თქვათ დაავადებული პროდუქცია არ უნდა მივყიდოთ ეს სხვა ადამიანებს და კარგად ესმით ეს ყველაფერი იგივე ინფორმაცია იდენტობასთან ჩვენ გვქონდა საკმაოდ ღია დისკუსიები იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნუ ნებისმიერ მას შეეხებოდა ეს თემები იგივე იმას რომ დასავლეთი თითქოს ებრძვის მართლმადიდებლობას და არაერთი მაგალითი მოვიყვანეთ როგორ აფინანსებს იგივე სოროსის ფონდი იქნება თუ ამერიკის მთავრობა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იმიტომ რომ ჩვენ გელათის რეკონსტრუქცია ბოლო კარგი არა ერთი იმიტომ რომ ზარმაზარი და ეს ხდება არა იმიტომ რომ ეს ხდება არა იმიტომ რომ ვიღაცას შენი კულტურული მემკვიდრეობის გატანა უბრალოდ ჩვენ იდენტობა ხო არ უნდა იდენტიფიცირდებოდეს იქ სადღაც არალეგალურ მიგრაციასთან ქურდობასთან არამედ ის რითაც გამოვირჩევით და რაც არის თვითმყოფადი ამაზე ზრუნავს იმიტომ რომ დასავლეთი და ჩვენი იდენტობის გადარჩენა პირველ რიგში არა მარტო უსაფრთხოების საკითხია ეს დაკავშირებულია დასავლურ სამყაროსთან თუ არ გვინდა ვიყოთ რუსეთის კოლონიის ნაწილი და ისტორიის რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია ისტორიული მაგალითების მოყვანა იგივე როგორ გაუქმეს ჩვენი ავტოკეფალური ეკლესიის და როგორ იბრძოდა იგივე კირიონი ამ დამოუკიდებლობის ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ არის პროპაგანდა უბრალოდ არის ინფორმირება და იყო სხვა შორის განათლების მიწოდება პირველ რიგში ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ განათლება ყველა მიმართულებით საკმაოდ დაბალ დონეზეა და ინფორმირებულობა ამ ადამიანებისა წინააღმდეგ შემთხვევაში ბოდიში სალომე უკაცრავად არ მგონია რომ ეს ადამიანები კარგად რო იცნობდნენ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას ან ამბროსი ხელაიას ამბებს ან კირიონის ამბებს არ მგონია რომ ასეთი განცხადებებით გამოდიოდნენ თითოეულ მათგანმა რო იცოდეს ეს ყველაფერი ან ზოგადად მეხუთე კოლონა როგორ იქნება და ამის мотиваციას შემდეგ ჩვენი ქვეყნის ისტორია ის თანამედროვე გმირების კი არა ისინი ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ომებში იღუპებიან ამ ისტორიას ჩვენს სახელმძღვანელოებში და სკოლებში რატომღაც ბავშვებს არ ასწავლიან და მე მგონია იმ ძველ ისტორიასაც ძალიან ცუდად ასწავლიან იმიტომ რომ სხვანაირად არ ვიცი რომ საბჭოთა ისტორიასაც სხვა შორის მე ახლა ახალი ის მაქვს ლექციების კითხვა დავიწყეთ ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ჩემთვის გასაოცარია რაოდენ ცოტა ინფორმაცია აქვს თვითონ საბჭოთა კავშირზე ბავშვებს არაფერი არ იციან საბჭოთა კავშირის რეალურ ვითარებაზე კოტების დღეა დღეს მარტივად გავაგრძელებ თამარმას თქვა მარტივი მესიჯები ესე იგი სიტყვაზე ითხოვს ის შეკრებილი ხალხი ვინც იყო ეს ალობარში რომ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები უნდა განმეორდოს მათაც და ყველა მოსახლეობას რომ ეს გულისხმობს ავტომატურად რუსეთის საქართველოს მიერ ერთმანეთის რაღაც ტერიტორიის ფარგლებში ცნობას არ ხსნობენ გასაგებია ხო ცხიმელი აფხაზეთი მათი ასე მიაჩნიათ ეს ერთი მეორე თუ დასავლეთი ცუდია კარგია რუსეთი რატომ ცხოვრობს პუტინიშვილი ევროპაში რატომ არის ლავროიშვილი ამერიკის მოქალაქე სიტყვაზე მესამე ნეიტრალიტეტი კი ბატონო 1920 წელს საქართველოს ნეიტრალიტეტი გამოაცხადა ერთხელ რუსეთის ზეწოლი და თხოვნით ერთ წელიწადში დაიპყრო რუსეთმა ხო აი მსგავსი რაღაცები ძალიან მარტივია რატომღაც
როგორც ჩანს ვერ ვახერხებთ ჩვენს რომ ეს მივიტანოთ საზოგადოების ყურამდე ისინი უკეთ მუშაობენ ამაზე მე მგონი იმიტომ რომ სიტუაცია მე რო ვიყავი ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი 2006 წელს მოყოლებული იქიდან მოსახლეობის ტვინიდან აი ვერაფრით ვერ ამოიშალე ერთი რაღაცა რომ ნატოში თუ შევალ ტერიტორიებს დავკარგავთ ეს მარტივი ბნელი მესიჯი რომელიც რაღაცნაირად ჩაიდო რომ ჩაიდება რაღაცა სოროსელობა ცუდია არ კითხულობ სოროსი რა არის ერთოდ მე ძალიან ძნელია ამით წაშლა ტვინიდან ფაქტია და ეს ტელევიზიაში ეს შეკითხვა და აი ჩვენ მონიტორინგმა საჩვენა ზუსტად რაც თორნიკე მცდარი დილემის ტექნიკა ქვია პროპაგანდაში აი ნატო და ევროკავშირი კი კარგია მაგრამ მიღირს თუ დამაკარგინებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს და იგივე მკითხა ქუთაისში ჟურნალისტმა რეგიონებში სიარუსა როგორ უნდა დაგაკარგინოს ის რაც რუსეთმა დაგაკარგინა თან აღიარა ანუ ძალიან მარტივი ლოგიკა ჭირდება იმის დანახვას მაგრამ მუშაობს აი ფაქტია რომ მუშაობს კიდე ეს საუბრობთ ხა პირველ კითხვაზე სულ გავიქეცი ლექციის რეჟიმზე ვერ გამოვედი ეთყობა ჰიბერიდულ ომს რაც შეეხება ესე იგი სახეზე გვაქვს მცდელობა რისკენ დემორალიზაციის მოსახლეობის ბუნებრივი მოსახლეობის დემორალიზაცია ჩვენ ხედავთ სამწუხარო რაღაცას რომ როცა ინკრიბებიან პრორუსულები ეს ვინც იყო შეგრებილი იმათ წინამდებობა გაუწია მათო თავისუფლმა ზონამ მოსახლეობის აქტიური ნაწილი არ გამოჩნდა რიგითი მოქალაქეები არაორგანიზებულები არ მივიდნენ იქ საპროტესტოდ აი ეს ხო სერიოზული პრობლემაა პასიურობა მე ეს პრობლემა თუ არა იმიტომ რომ რადიკალიზაცია ესეთი შეხლა შემოხლები ქუჩაში მე არ ვიცი კარგია თუ არა ამ ქვეყნისთვის არ ვიცი ეს სხვა ეს არის რაღაც სხვა პრობლემასაც მაგრამ თავისთავად რომ განწყობა ანუ პროტესტი რო არ ჩდება იმიტომ რომ ეგუებია შეიძლება მე ვფიქრობ გასაგებია იქ რომ მივარდება პოლიციამ პროტესტი უნდა დაიცვას და ეს არ მოხდეს ერთ-ერთი სტრატეგია ჰიბრიდული ომის რუსეთის რომელიც გამოცხადებულია ამ ქვეყანაზე არის ესეთი რადიკალიზაციის შემოტანა ესეთი რაღაცა პროვოკაციების მოწყობა და ასე შემდეგ სიმართლის გასაღება და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ხელაც უნდა ვიყოთ კი ბატონო ჩვენ გადავაცილეთ უკვე პირველი ბლოკისთვის განკუთვნილ დროს ამავე თემაზე ვაგრძელებთ საუბარს დიდი მადლობა ყველას საინტერესო საუბრისთვის თქვენ დაგველოდეთ ძალიან მალე დავბრუნდებით ისევ რუსულ პროპაგანდაზე განვაგრძობთ საუბარს ოღონდ სხვა შემადგენლობასთან ერთად